მოგესალმებით, მე ვარ მაია იმერლიშვილი, სტომატოლოგი, ასევე კოუჩი და პერიო ჰაბის სპიკერი. დღეს ვისაუბრებთ როგორია კარგი კონსულტაცია. კონსულტაციით იწყება ექიმის და პაციენტის ურთიერთობა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ შესაბამის უნარჩვევებს. კარგი კონსულტაცია პირველ რიგში არის ეფექტური კომუნიკაცია. ეფექტური კომუნიკაცია არ არის დამარწმუნებელი სიტყვები, არამედ ყურადღებიანი მოსმენა, რომ გავიგოთ რისი მოლოდინი აქვს პაციენტს და რისი მოლოდინი არ აქვს. რისთვის ვატარებთ კონსულტაციას? გამოვყოფ ორი ტიპის მიდგომას. კომერციული და პაციენტზე ორიენტირებული. კომერციული მიდგომის მიზანია, რომ პაციენტი დარჩეს და აუცილებლად დაიწყოს რაიმე სახის მკურნალობა. ხოლო პაციენტზე ორიენტირებული გულისხმობს პირველ რიგში სწორი დიაგნოზის დასმას, მისთვის ოპტიმალური გეგმის შედგენას, მკურნალობის გეგმის შედგენას და არჩევნის საშუალების მიცემას. რა უნდა ვიცოდეთ, რომ პაციენტის მოლოდინი გავიგოთ სწორად? შეიძლება პაციენტი წინასწარ აკვიატებული აზრით იმართებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ესთეტიკას ეხება. აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა აზრს დებს, როდესაც ამბობს, რომ სურს ლამაზი და თეთრი კბილები. რჩევას გაგიზიარებთ, შეუქმნით პაციენტს გადაჭარბებულ მოლოდინს, რადგანაც ის შეიძლება არ მოვიდეს თანხმობაში მის მიერ რეალობის აღქმასთან და იმედი გაუცრუდება. სხვადასხვა რამაა პოზიტიური მიდგომა და გადაჭარბებული მოლოდინის მიცემა. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო ნაკლებია კმაყოფილება. ხშირად ასეც ხდება, რომ პაციენტი მოდის ძალიან დაბალი მოლოდინით, ცუდი გამოცდილების გამო. ეს ის შემთხვევა, როდესაც ნდობაში უნდა შევიდეთ, მის ყველა კითხვას უპასუხოთ, როდესაც გარანტიებზე მიდგება საკითხი, სტატისტიკა ჩავრთოთ მეტი დამაჯერებლობისათვის, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უცხოელ პაციენტებთან ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება, ანდა ძალიან კარგი თარჯიმანი დაგვჭირდება. ასევე სასარგებლო ჩვევაა არაოფიციალური ჩანაწერის გაკეთება, რომელიც მკურნალობის დასასრულს გამოგვადგება. კარგი კონსულტაციის ფორმულა დაახლოებით ასე გამოიყურება: მოლოდინი, საჭიროება, გეგმა და განხილვა. გავიმეორებ. პაციენტის მოლოდინი, ჩვენს მიერ დანახული საჭიროება, მკურნალობის გეგმის შედგენა და მისი განხილვა პაციენტთან ერთად. და ბოლოს რამოდენიმე რჩევა ეთიკის ნაწილში. არ გალანძღოთ სხვა ექიმი. არ ალოდინოთ პაციენტი. თუ არსებობს გართულების რისკი, არ დაუმალოთ პაციენტს და იქნებით ორიენტირებული ანაზღაურებაზე. გისურვებთ წარმატებებს.